საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავი. დამოუკიდებელმა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის აღნიშვნა მხოლოდ ორჯერ მოასწრო 1919 და 1920 წელს. ორივე ზეიმი ფირზე გადაიღეს. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ ამ უნიკალურ კადრებში წლების გამოყოფა რთულია, მაგრამ ისტორიკოსების შეფასებით ორივე წელს სახალხო ზეიმი ერთი სცენარით წარიმართა. დილის 7 საათზე მებუკეებმა ქალაქი დაიარეს და საყვირის ხმით მოქალაქეებს ერის ისტორიაში ყველაზე დიდი დღესასწაულის დადგომა ახარეს. 8 საათზე სვლა დანიშნულების ადგილისაკენ დაიწყო. გაიმართა სამხედრო აღლუმით, რის შემდეგ ჯარი დაიძრა ვაკის ველისკენ, რომელიც ქალაქიდან 3 ვერსის დაშორებით მდებარეობდა. კადრებში ტანვარჯიშვილის საზოგადოება შევარდნის წევრთა აღლუმიც მოხდა. დღესასწაულს პოეზიის მანქანად შეუერთდა. აქ არიან ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. ზეიმს უერთდება მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. ოდნავ მოგვიანებით ქალაქის თვითმმართველობა მთავრობას დამფუძნებელთა კლების წევრებსა და სტუმრებს სუბუქის საუზმე გაუმართა. სტუმრებს წინ მიუძღოდა ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი. ამ დროს საქართველოში იმყოფებოდნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ლიტვის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლები. დღის პირველ საათზე ვაკის ველი ხალხით გაივსო. დამსწრეთა რაოდენობამ 100,000 გადააჭარბა. საგანგებოდ მოწყობილ კარვებში მთავრობის წევრები და სტუმრები განთავსდნენ. დაიწყო წარმოდგენაც. საზოგადოება შევარდენმა ორიგინალური სიუჟეტი, სიმბოლური ვარჯიში, საქართველოს ვარსკვლავი წარმოადგინა. დამოუკიდებლობის დღე თელმა საქართველო მიზეიმა.